CCTV კამერების გამოყენება იმდენად გავრცელდა, რომ თითქმის შეუძლებელია ქალაქის ცენტრში ისე გაიარო, რომ რამდენიმე მათგანმა მაინც არ დაგაფიქსიროს. რინგის კარის ზარის კამერების გამოგონების შემდეგ ეს გარეუბნებზეც ვრცელდება. ეს კამერები პოლიციას ძალიან ეხმარება ახალი მტკიცებულებებისა და ეჭვმიტანილების აღმოჩენაში ისეთ საქმეებში, რომლებიც სხვაგვარად შეიძლება უბრალოდ საიდუმლოდ დარჩენილიყო. ნომერი 10. 30 წლის ჯანა არმსტრონგი მრავალი წლის განმავლობაში ოცნებობდა, დედა გამხდარიყო და 2026 წლის დასაწყისში მისი ოცნება ახდა, როდესაც მან თავისი პირველი შვილი გააჩინა. ჯანას ცხოვრება მთლიანად ოჯახისთვის დახმარებას ეცვნებოდა და ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ის ჯერ კიდევ ბავშვი იყო. მისი დედა რობნი ცერებრალური დამბლის გამო პარალიზებული დარჩა, ხოლო მამა რონი კრუ იყო. ჯანას და ფეით აიზექსი გარდიანთან საუბარში ამბობდა, რომ მისი და, რომელიც 4 და ძმიდან ყველაზე უფროსი იყო, მზრუნველის როლი იტვირთა. დედა სეთლით გადაადგილებაში ეხმარებოდა და ბავშვობიდანვე ისწავლა ჟესტური ენა, რათა მამასთან თავისუფლად ესაუბრა. ის ასევე გვერდში დაუდგა თავის და-ძმებს, ფეითთან კი განუხრელები გახდნენ. მათი კავშირი განსაკუთრებული იყო, ამიტომ 2025 წელს, როდესაც ფეითმა გაამხილა, რომ ორსულად იყო, ოჯახი, განსაკუთრებით კი მისი უფროსი, დააღფრთოვანებული დარჩა. რამდენიმე თვის შემდეგ ჯანამაც გამოაცხადა თავისი ორსულობა და ორივე დამისაუბრა იმაზე, თუ როგორ გაიზრდებოდნენ მათი შვილები ერთად. სამწუხაროდ, ფეითს ორსულობის დროს გართულების შეებები შეექმნა და 3 კვირის შემდეგ თავისი პატარა გოგონა დაკარგა. ჯანა იგიღო, რომ დახმარებოდა თავის დას ამ რთულ პერიოდში და როდესაც მისი ბავშვი დაიბადა, დასაც იგივე სიკეთით უპასუხა. 2026 წლის ივლისისთვის ჯანას ვაჟი 4 თვის იყო და ის სამსახურში დაბრუნებისთვის ემზადებოდა. 7 ივლისს 2 და შეხვდა ერთმანეთს ბრანჩზე ადგილობრივ კაფეში, თუმბაში, კუინსლენდის შტატში. ფეითს ეგონა, რომ რაღაცა არ იყო რიგზე მის დასთან, მაგრამ ზუსტად ვერ ხვდებოდა რა იყო პრობლემა. შუა დღის შემდეგ ისინი ერთმანეთს დაემშვიდობდნენ, რაც ნიშნავდა, რომ ის ბოლოს სწორედ მაშინ ნახეს ცოცხალი. იმავე დღეს ფეითმა თავის დისგან უცნაური შეტყობინება მიიღო, მაგრამ სერიოზული არაფერი იფიქრა. ოჯახმა მხოლოდ 2026 წლის 8 ივლისს მიხვდა, რომ რაღაც რიგზე ვერ იყო, როცა ჯანას ქმარმა დარმანდერ სინგმა მისი გაუჩინარება პოლიციას აცნობა. მოხსენებების მიხედვით, მისი მანქანა სახლიდან 500 მეტრში მიტოვებული იპოვეს, მაგრამ თავად ის არსად ჩანდა. პოლიციამ იპოვა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, სადაც ჩანს, როგორ შედის და გამოდის ის კაფედან და როცა ძიება გააგრძელეს, კიდევ მეტი მტკიცებულება აღმოაჩინეს. სათვალთვალო კამერის ჩანაწერებმა ასევე აჩვენა, რომ მისი მანქანა მოძრაობდა დარლინგ ჰაიტსის ტერიტორიაზე საღამოს 9 საათიდან 10:15 საათამდე, ხოლო მის სახლთან მივიდა დილის 3 საათიდან 5 საათამდე. მაგრამ სათვალთვალო კამერამ არ აჩვენა ჯანას შიგნით. რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოება მხარში ედგა არმსტრონგის ოჯახს, მართავდა სანთლის ანთების ცერემონიებს და ეხმარებოდა ახალ დედას ძებნაში. 2026 წლის 11 ივლისს მისი ნეშტი აღმოაჩინეს ბუჩქნარში, რედვან კრიკის ტერიტორიაზე, ჯანას სახლიდან 45 მილზე მეტი მანძილით. სათვალთვალო კამერების მტკიცებულებებისა და მისი ნეშტის აღმოჩენის საფუძველზე სინგი დააკავეს და წაუყენეს ბრალი ერთი მკვლელობისა და ერთი ოჯახური ძალადობის მუხლით. ნიშნულოვანი აღინიშნოს, რომ სინგს მხოლოდ წაყენებული აქვს ბრალი და ჯერ კიდევ არ არის დამნაშავედ მიჩნეული. 2026 წლის აგვისტოს ბოლოსთვის ჯანას გარდაცვალების მიზეზი ჯერ კიდევ არ არის გამოქვეყნებული და საქმე კვლავ მიმდინარეობს. 9 ნომერი 70. 3 წლის ივონ უეარი დანგეიდან, ახალი სამხრეთი უელსი, ავსტრალია, მისი ქალიშვილის თქმით იყო მოსიყვარულე დედა და ერთგული ბებია. 2026 წლისთვის ის უკვე პენსიაზე იყო და თავის სოფლის სახლში დანგეიში ატარებდა დღეებს, უვლიდა ცხოველებს და უვლიდა მიწას. როდესაც საკუთრებას არ უვლიდა, ადგილობრივ ხელოვნების გაკვეთილებში მონაწილეობდა და სურდა თავისი ხელოვნების უნარები კიდევ უფრო განევითარებინა და ახალი მეგობრები შეეძინა. ამ წლის 19 თებერვალს ივონმა მურუმბინაში თეიფის ხელოვნების გაკვეთილს დაესწრო, რომელიც მისი სახლიდან 5 მილით იყო დაშორებული. შუადღის 3 საათზე მან დატოვა ხელოვნების სტუდია და ნების სტუდია და გაემართა ბენზინგასამართ სადგურზე Tweed Valley Way-ზე, სადაც 3 და 15 წუთზე მივიდა. სათვალთვალო კამერის ჩანაწერში ჩანს, რომ ივონი ყიდულობს ფორთოხლის წვენს და თავის ტელეფონზე $50 ბალანსს ავსებს. აქედან კამერებმა დააფიქსირეს, როგორ მიემართებოდა ივონი Queensland Road-ზე, რომელიც მის სახლამდე მიდის და სწორედ აქ მთავრდება სათვალთვალო კამერის მტკიცებულებები. 16:28-დან 16:48 საათამდე ივონმა ტელეფონით YouTube-ზე ხელოვნების გაკვეთილები უყურა და ხმოვან შეტყობინებებს გადაამოწმა. 16:48-ზე აქტივობა შეწყდა და ივონმა შეწყვიტა შეტყობინებებზე პასუხის გაცემა. მომდევნო დღეს, 20 თებერვალს, ივონის ქალიშვილმა პოლიციაში ატყობინა დედის გაუჩინარების შესახებ, როდესაც მასთან დაკავშირება ვერ შეძლო. ეს ივონისთვის სრულიად უჩვეულო იყო და მის ოჯახს შეეშინდა, რომ რაღაც საშინელი მოხდა. როდესაც ივონის ქალიშვილი მის სახლში მივიდა, მან იპოვა ჩექმები და ქუდი, რომლებიც ემთხვეოდა იმ ნივთებს, რაც ვიდეოკამერის ჩანაწერში ჩანდა. მისი თქმით, დანარჩენი ტანსაცმელი აკურატულად იყო დაგეცილი საწოლის ბოლოში, ხოლო საჯმელი ჯერ კიდევ იხარშებოდა ნელსახარში. მიუხედავად იმისა, რომ შიგნით ყველაფერი ჩვეულებრივად ჩანდა, სახლის გარეთა ნაწილებმა რამდენიმე ეჭვი გააჩინა.
ფერმის ჭიშკარი, რომელიც ცხოველებთან მიდის, ხელუხლებელი იყო დატოვებული, მაშინ როცა ივონი ყოველთვის განსაკუთრებულ დროს უთმობდა მის დაკეტვას. არც ერთი იხვი, ქათამი, ძაღლი, კატა ან კურდღელი არ იყო დაკარგული, რამაც კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა. ივონი არასოდეს დატოვებდა თავის ცხოველებს ან ოჯახს და ყოველთვის კონტაქტში იქნებოდა თავის შვილებთან. დამატებითი გამოძიების შემდეგ პოლიციამ აღმოაჩინა, რომ მისი ტელეფონი 20 თებერვლის დილით დაახლოებით 10 საათისა და 10 წუთისთვის მისი სახლიდან დაახლოებით 3 მილში სიგნალი დაფიქსირდა. მათი მიმართვების დროს ახალი სამხრეთ უელსის პოლიციამ ასევე გაიგო, რომ ივონის მანქანა ოქროსფერი Ford Escape შესაძლოა 19 თებერვალს საღამოს 8:30 საათზე დანგეი კრიკში შენიშნეს. სამწუხაროდ, ამის დამადასტურებელი არც ვიდეოკამერის ჩანაწერი არსებობს და არც ფოტო და მისი მანქანა კვლავ დაკარგულია. თებერვლის შემდეგ ახალი სამხრეთ უელსის პოლიციამ ფართომასშტაბიანი ძებნები დაიწყო და რეგულარულად მიმართავს საზოგადოებას ინფორმაციისთვის. მისმა ოჯახმა შექმნა Facebook-ის ჯგუფი, რათა გაავრცელოს ინფორმაცია და მიიღოს ახალი მინიშნებები. ყველა, ვისაც აქვს ინფორმაცია, მოუწოდებენ დაუკავშირდეს ახალი სამხრეთ უელსის პოლიციას ნომერზე 131 454 ან ახალი სამხრეთ უელსის Crime Stoppers ნომერზე 118003330000. სადაც შეგიძლიათ ანონიმურად დარჩენა. მერვე ნომერი. 59 წლის დანიელ დენ დევისის სამოდი აღწერეს, როგორც მოსიყვარულე ოჯახის კაცი, რომელიც ცხოვრობდა თავის ცოლთან და შვილებთან ერთად მარიონეტ პარკში, ილინოისში, ჩიკაგოს გარეუბანში. დენი მუშაობდა განათების დიზაინერად და თავის კომპანიაში მაღალ პოზიციას იკავებდა. ანგარიშების მიხედვით ის იყო ჩვეულებრივი ოჯახის კაცი, რომელსაც სპორტი და მეგობრებთან ურთიერთობა უყვარდა, როცა სამსახურში არ იყო. 2025 წლის ნოემბრის ბოლოს ის საიდუმლოდ გაუჩინარდა თავის სახლიდან ყოველგვარი კვალის გარეშე. და როდესაც გაუნძიებლებმა სათოთოლო კამერების ჩანაწერები გადაამოწმეს, მისი გაუჩინარების დეტალები კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა. მალე მას შემდეგ, რაც დენი დაკარგულად გამოცხადდა, ჩიკაგოს პოლიციამ მისი სახლი და სამუშაო მისამართი გაჩხრიკა, მაგრამ არაფერ განსაკუთრებულს არ წააწყდნენ. მისმა ქალიშვილმა ვენდიმ სოციალურ ქსელებში არაერთი მიმართვა გაავრცელა მამის მოულოდნელი გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის მისაღებად. მეტი მტკიცებულების საფავნელად გამონძიებლებმა მისი ბოლო ცნობილი ნაბიჯები თავიდან გაიარეს, რაც მათ იმ წინადრემდე მიიყვანა, როცა ის ბოლოს ნახეს. 2025 წლის 24 ნოემბერს დენი ჩართული იყო ფრონტალურ შეჯახებაში გარდენ ჰომსის სახანძრო დეპარტამენტის მახლობლად, დაახლოებით ღამის 11-სა და 15 წუთზე. ავარიის სიმძიმის გამო მისი მანქანა წაიღეს. მთელი ინციდენტი პოლიციელების სტანზე დამაგრებულ კამერებზე დაფიქსირდა, რადგან დენმა უარი თქვა სამედიცინო დახმარებაზე, მიუხედავად ხედავად ოფიცრების მრავალგზის თხოვნისა. მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა საავადმყოფოში წასვლაზე, ისინი მას 115 ბურბონის ქუჩაზე მიიყვანეს, სადაც ის მუშაობდა და იქ ცოტა დროის შემდეგ, შუაღამის შემდეგ მივიდნენ. მოწმეებმა გაიხსენეს, რომ დაინახეს, როგორ გავიდა ის ბარიდან ან კლუბიდან ღამის 1:15 საათზე. ფეხით წავიდა და იფიქრეს, რომ სახლში ფეხით მიდიოდა ან ტაქსის აპირებდა გაჩერებას. შემდეგ მტკიცებულება არის სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი, რომელმაც ის 6 საათის შემდეგ, დილის 7:30 საათზე დააფიქსირა. ვენდიმ და სხვებმა მოგვიანებით აღნიშნეს, რომ ის სიარულისას თითქოს წაბორძიგდა და წაიქცა, რაც შეიძლება მიუთითებდეს, რომ ავარიის დროს თავის ტრავმა მიიღო. იმავე დღეს, 3 საათზე, ის კვლავ დააფიქსირა სამეთვალყურეო კამერამ, როცა ილინოისის შტატის Blue Islandში, Old Wester Avenue-ზე მიდიოდა, სადაც კიდევ უფრო დაბნეული ჩანს. მისი გადაადგილება მთელი დღის განმავლობაში დააფიქსირეს, რაც 26 ნოემბერსაც გაგრძელდა. 26 რიცხვში, საღამოს 6-სა და 35 წუთზე, ის ბოლოს დააფიქსირეს Blue Islandში, წმინდა დონატუსის ეკლესიის მახლობლად. ამ სხვა ჩანაწერის ნახვის შემდეგ, მისმა ქალიშვილმა ვენდი დარწმუნებული იყო, რომ მამამის ინსულტი ჰქონდა გადატანილი. მან Fox 32-ს უთხრა, რომ აშკარად ჩანს, მარცხენა მხარე დაზიანებულია. სხვა მომენტში ის რაღაცაზე მიუთითებს და მისი ხელი მოდუნებულია, ხოლო სახის მარცხენა მხარე ჩამოწეული აქვს. ეს ნიშნები ადვილად გამოგეპარებათ, თუ მისი ჩვეული მდგომარეობა არ იცით. სამწუხაროდ, საქმე ჩიხში შევიდა და დევისის ოჯახი რამდენიმე თვის განმავლობაში უცოდინარობაში დარჩა. 2026 წლის 9 მარტს დენ დევისის ნეშტი ილინოისის შტატის Blue Islandში რკინიგზის ხაზთან ახლოს იპოვეს. გამომძიებლებს ჯერ კიდევ არ აქვთ პასუხი, როგორ აღმოჩნდა ის იქ და მისი გარდაცვალების გარემოებებზე მოკვლევა კვლავ გრძელდება. მისმა ოჯახმა დაიწყო GoFundMe კამპანია, რათა დაეფარათ მრავალი ხარჯი და ამ დროისთვის უკვე შეგროვდა $35,000-ზე მეტი. ვენდიმ დაამატა, რომ დარჩენილი თანხა მის მემორიალსა და დაკრძალვას მოხმარდება და მადლობა გადაუხადა საზოგადოებას სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. ნომერი 7. 2025 წლის 31 ივლისს უოლერის ახალი სამხრეთი უელსის მშვიდი გარეუბანი ქუჩები აქტიურ დანაშაულის ადგილად გადაიქცევა. როდესაც მაცხოვრებლები სახლიდან სამუშაოდ მიდიოდნენ, ისინი რამდენიმე საპოლიციო მანქანასა და სასტრაფო დახმარების მანქანას ჩაუარეს. რამდენიმე საათში ოდესღაც მშვიდი უბანი აქტიური გამოძიების ადგილად იქცა და დიდხანს არ გასულა, რომ დეტალები მედიები გავრცელდა. რამდენიმე საათის შემდეგ პოლიცია იტყობინებოდა, რომ 21 წლის ათან ბორსინოსი საკუთარ სახლთან მანქანისკენ მიმავალს უკნიდან დაესხნენ თავს. მას რამდენჯერმე დაარღვეს ცეცხლსასროლი იარაღით და პოლიცია შემთხვევის ადგილზე მაცხოვრებლებმა გამოიძახეს.
ადგილზე სასწრაფო დახმარებაც მივიდა, მაგრამ მიღებული მძიმე დაზიანებების გამო ის ვერ გაჩა და ვერ გადარჩა და გარდაცვლილად გამოცხადდა საკუთარი სახლის წინ. გამომძიებლები მალე გაიგებდნენ, რომ ათანი, ყოფილი პოლიციელის შვილი, მის წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის პრავლდება იყო წაყენებული და იმ დღეს სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო იარაღისა და მართვის წესების დარღვევისთვის. გამოძიების პროცესში ასევე გაირკვა, რომ მას ავსტრალიის კრიმინალურ ქვესკნელთანაც ჰქონდა კავშირები. გაზეთმა The Age-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ათანი ეჭვმიტანილი იყო სულეიმან სამ აბდულ რაჰიმის, იგივე დამსჯელის მკვლელობაში. 2025 წლის იანვარში სულეიმანზე თავდასხმა მოხდა მელბურნის პრესტონში, როდესაც ის თავის შეყვარებულთან ერთად მანქანაში ჯდებოდა. იმავე თვის ბოლოს პოლიციამ გამოაქვეყნა სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელშიც როგორც ვარაუდობენ, ათანი კიდევ ერთ მამაკაცთან ერთად ჩანს შემთხვევის ადგილზე, იარაღით ხელში. შემდეგ, როგორც ითქვა, ისინი გაიქცნენ მოპარული ნისანით, რომელიც ვიქტორიიდან დაკარგულად იყო გამოცხადებული. შემდეგ წყვილმა რამდენჯერმე გამოიცვალა მანქანები და სახლში დაბრუნების შემდეგ ისინი დაწვეს. არც ერთი მამაკაცი, ვინც ამ საქმეში იყო ჩართული, ოფიციალურად არ დაუდანაშაულებიათ, მაგრამ ამან გამომძიებლებს ბევრი მასალა მისცა სამუშაოდ. გამომძიებლებმა რინგის კამერებისა და სათვალთვალო კამერების გამოყენებით დაიცვეს იმ სცენის ანალიზი, რომელიც 31 ივლისს ათანზე თავდასხმის დროს დაფიქსირდა. საწყის ეტაპზე ეს მიგნებები საიდუმლოდ ინახებოდა, მაგრამ როდესაც პოლიციამ ვერ შეძლო ჩართულ პირთა იდენტიფიცირება, მათ საზოგადოებას მიმართეს დახმარებისთვის. 2026 წელს ამ ორი მამაკაცის სათვალთვალო კამერების კადრები საჯაროდ გავრცელდა. სხვადასხვა წყაროები იუწყებიან, რომ ეს ორი მამაკაცი ატანის თავდასხმის შემდეგ რამდენიმე წამში შემთხვევის ადგილიდან გაიქცნენ და მოპარულ ნისანში ჩასხდნენ. ნისანი მოგვიანებით მიტოვებული და დამწვარი იპოვეს. პოლიციამ ასევე გამოავლინა, რომ ატანზე თავდასხმაში მონაწილე ორი მამაკაცი შესაძლოა ნიუ საუთ ველსიდან ვიქტორიაში ჩავიდა, რათა ეს თავდასხმა განეხორციელებინა. მოხსენებების მიხედვით მიიჩნევა, რომ ნიუ საუთ ველსიდან ამ ორ მამაკაცს ვიქტორიაში მცხოვრები ორი მამაკაცი დაეხმარა. 2016 წლის აგვისტოში პოლიციამ განაცხადა, რომ სჯერათ ვიღაცამ ატანზე შეკვეთილი თავდასხმა დაგეგმა და მათ სურთ დაადგინონ, ვინ იყო ეს და რატომ. მისი სავარაუდო მონაწილეობა სულეიმანზე თავდასხმაში შესაძლოა შურისძიების აქტზე მიუთითებდეს, თუმცა ეს მხოლოდ თეორია. ყველა, ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს, მოუწოდებენ დაუკავშირდეს ვიქტორიის პოლიციას ნომერზე 134444. ან თუ გსურთ ანონიმურად დარჩენა, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ვიქტორიის Crime Stoppers ნომერზე 1180033300. მეექვსე. 44 წლის Liz Wadley მისი საყვარელი ადამიანების მიერ აღწერილი იყო როგორც კეთილი და კომუნიკაბელური ქალი, რომელიც თავდადებული იყო თავის შვილებსა და ქმარზე. ოჯახი ცხოვრობდა ქერის ქალაქში, ჩრდილოეთ კაროლინაში, სადაც ლიზი ფიზიოთერაპევტად მუშაობდა. მისი პაციენტები მასზე საოცრად დადებითად საუბრობდნენ და კოლეგებს შორის დიდი პატივისცემით სარგებლობდა. 2003 წელს ლიზი ამერიკული ცეკვის ფესტივალზე გაიცნო კეილინ ვადელი და მალევე შეუყვარდა. ფესტივალის დარჩენილი პერიოდი ერთად გაატარეს და გადაწყვიტეს, რომ ურთიერთობა სახლში დაბრუნების შემდეგაც გაეგრძელებინათ. რამდენიმე წლის შემდეგ წყვილი დაქორწინდა და საბოლოოდ შვილებით შეეძინათ. 2026 წლისთვის ლიზი კარიერაში ახალ სიმაღლეებს აღწევდა და უკვე აქტიური იყო YouTube-სა და Instagram-ზე. ივლისში ის და მისი მეგობარი გრენადაში გაფრინდნენ გოგონურ დასვენებაზე. ორივე მხოლოდ მათთვის დაჯავშნა ხანგრძლივი დასვენება და აღნიშნეს, რომ ეს იყო დამსახურებული შესვენება მათი ცხოვრების აურზაურისა და ხმაურისგან. წყვილი 11 ივლისს ჩავიდა და ცოტა ხნის შემდეგ, როგორც კი დაეშნენ, კურორტში დარეგისტრირდნენ. პირველი 10 დღე უპრობლემოდ გავიდა. წყვილი საათობით ატარებდა აუზთან, სვამდა კოქტეილებს და კითხულობდა წიგნებს, რომლებიც სულ უფრო და უფრო ემატებოდა ციაში. ორივე ადგილობრივ პლაჟებზე ჩავიდა, ადგილობრივებთან ურთიერთობდნენ და ადგილობრივი სამზარეულოს დაგემოვნების შესაძლებლობა ჰქონდათ. 21 ივლისს წყვილი გადავიდა თავიანთი კურორტიდან Airbnb-ში, რომელიც მდებარეობდა Grand Ansis პლაჟთან, St. George-ში. მომდევნო დღეს წყვილმა დღის უმეტესობა Airbnb-ში გაატარა და შემდეგ Grand Ansis პლაჟზე ჩავიდა. მეგობრის თქმით, ისინი რჩებოდნენ მარჩხ წყალში და მზეს ეფიცხებოდნენ, მაგრამ სიტუაცია მალე შეიცვლებოდა. დაახლოებით 12 საათზე, როცა ლიზი ცურვაზე იყო გასული, მისი მეგობარი ოთახში დარჩა და ლეპტოპით მუშაობას ასრულებდა. მისი ბოლო დადასტურებული გამოჩენა სათვალთვალო კამერაზე დაახლოებით 12:04 საათზე დაფიქსირდა. 5:50 საათისთვის მეგობარი შეშფოთდა, რადგან ლიზისგან არც არაფერი გაუბია და არც უნახავს. მას შემდეგ, რაც მეგობარმა ნაპირზე და წყალში ეძება, მიხვდა, რომ ლიზი გაუჩინარდა და მასშივე გრენადის პოლიციას დაურეკა. აღმოაჩინეს, რომ მისი ბოლოს დადასტურებული ნახვა დაახლოებით 5:30 საათზე მოხდა. ესევე გაავრცელეს სათვალთვალო კამერის ჩანაწერი იმ დილის დაახლოებით 11:30 საათიდან, სადაც ჩანს მისი ბოლოს დადასტურებული ნახვა. მოწმეები გამოვიდნენ და განაცხადეს, რომ დაახლოებით 5:30 საათზე მათ ნახეს ქალი, რომელიც მის აღწერილობას შეესაბამებოდა. მათ განაცხადეს, რომ შესთავაზეს მას ჯეტსკით წაყვანა, რადგან შეშფოთებულები იყვნენ იმით, რომ ის ძალიან შორს იყო ნაპირიდან. მათი თქმით, მან უარი თქვა შეთავაზებაზე და უთხრა, რომ ძლიერი მოცურავე იყო. შემდეგ მოწმეები წავიდნენ შემთხვევის ადგილიდან, რაც იყო ბოლო დრო, როცა ის ნახეს.
როცა ქეილინმა ეს დეტალი გაიგო, დაბნეული დარჩა. მის ვებგვერდზე findlays.com-ზე მან დაწერა, რომ მისი ცოლი ძლიერი მოცურავე არ იყო, მაგრამ წყალში თავს კომფორტულად გრძნობდა, თუ მას გასაბერი ტიმტივა ან სხვა მაცურებელი საშუალება ჰქონდა. მისი სიტყვებით, დარწმუნებული არ არის, წყალში აღმოჩნდა ხმელეთზე თუ შესაძლოა ნავზე. ვებგვერდის მიხედვით ის გრენადაში 24 ივლისს გაფრინდა, რათა დახმარებოდა საძიებო სამუშაოებში. მას შემდეგ ხელისუფლებამ და ლიზის ოჯახმა ნაპირი როგორც ნავით, ასევე დრონით გაჩხრიკეს, მაგრამ ჯერ კიდევ ვერანაირი კვალი ვერ იპოვეს. სამძებრო ძაღლების ჯგუფებმაც გაჩქრიკეს სანაპირო, მაგრამ იქ არსებული ფეხის ნაკვალევის სიმრავლის გამო ეს რთული აღმოჩნდა. მათ ასევე გაჩქრიკეს Mount Harmonis ეროვნული პარკი და კიდევ რამდენიმე ტყიანი ტერიტორია, მაგრამ უშედეგოდ. ქეილინმა პოსტი დაასრულა იმით, რომ არ სჯერა, თითქოს მისმა ცოლმა განზრახ გაქრობა გადაწყვიტა და მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც ზებნაში მონაწილეობდა. ელიზაბეთ ლის ვარლი აღწერილია როგორც თეთრკანიანი ქალი, ქერათმით, 5 ფუტის სიმაღლით და საშუალო აღნაგობით. ბოლოს ის ნახეს მუქი ნარინჯისფერი მოკლე ტოპით და ლურჯ თეთრი ზოლიანი შორტებით. ვინც რაიმე ინფორმაციას ფლობს, სთხოვენ დაუკავშირდეს სამხრეთ სენ-ჯორჯის პოლიციის განყოფილებას ნომერზე 1473 444 ან 4544. ნომერი 5. 2016 წელს მსოფლიო მოიცვა შემზარავი ჯამბაზების გამოჩენებმა, რომლებიც სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელებში. აშეშტუდან დაწყებული და სწრაფად სხვა ქვეყნებში გავრცელებული ეს ამბავი თვეების განმავლობაში იყო მთავარი სიახლე. ბევრს კი ეშინოდა, რომ ეს უბრალო ხუმრობაზე მეტი იყო. 10 წლის შემდეგ იგივე ამბავი კვლავ მიიპყრობს ქვეყნის ყურადღებას სხვა მიზეზით. 2026 წლის 3 აგვისტოს საღამოს 10 საათის შემდეგ East St. Louisში პოლიციამ ლუისში, ილინოისის შტატში, ქალაქში, სადაც სულ ცოტა მეტი ვიდრე 17,000 ადამიანი ცხოვრობს, პოლიცია მიიღო ზარი შეშფოთებული მაცხოვრებლებისგან 76 და State ქუჩების მიმდებარედ. მათ გარედან ხმაური გაიგეს და როცა ფანჯრიდან ქუჩაში გაიხედეს, დაინახეს ხანდაზმული კაცი, რომელიც ავტობუსის გაჩერებასთან ახლოს იწვა. ზოგიერთი მაცხოვრებელი გარეთ გამოვიდა დასახმარებლად, თუმცა იმ დროისთვის ის უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. როცა ოფიცრები მივიდნენ, მათ მაშინვე შენიშნეს რამდენიმე ჩხვლეტითი ჭრილობა კაცის სხეულზე. პარამედიკოსებმა ის სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ვერაფერი გააკეთეს და ცოტა ხანში გარდაიცვალა. დამომძიებლების პირველი ამოცანა იყო მსხვერპლის იდენტიფიცირება და მათ მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდათ, რომ დაედგინათ, სხეული ეკუთვნოდა 68 წლის ჯონ უესლი ალენ სენიორს. მოხსენებების მიხედვით მისი იდენტიფიცირება სწრაფად მოხდა, რადგან მას საავადმყოფო სამაჯური ეკეთა. იმ დღეს ადრე მან ადგილობრივ ვეტერანთა საქმეთა საავადმყოფოს ესტუმრა რამდენიმე ტესტის ჩასატარებლად. ჯონი ამაყად მსახურობდა აშშ-ის საზღვაო ძალებში და ღირსეული დათხოვნის შემდეგ 35 წლის განმავლობაში ავტობუსის მწყობრად მუშაობდა პენსიაზე გასვლამდე. ის ძალიან აქტიური იყო თავის ეკლესიაში და კვირაში რამდენჯერმე სტუმრობდა თავის და-ძმებს. აგვისტოს მე-3 საღამოს ის თავის დასთან მიდიოდა და ავტობუსი ელოდებოდა მის ბინასთან სულ რამდენიმე მეტრში. ჯონის ოჯახი ამ თავდასხმამ გაანადგურა. ისინი მას სიყვარულით ეძახდნენ baby boys და ის ძალიან ერთგული იყო თავისი ოჯახის ყველა წევრის მიმართ. მისმა დამ მარი სტენფორდმა მედიას უთხრა: "ჩვენ ყოველთვის ზრუნავდით ერთმანეთზე. ის საუკეთესო ძმა იყო, რომელიც ჩვენგან წაგვართვეს." პოლიციამ სწრაფად დაადგინა, რომ მას არ ყავდა ცნობილი მტრები და მეზობლებსა და თანატოლებში დიდი პატივისცემა ჰქონდა. რადგან მტრები არ ყავდა და პირადი ანგარიშწორობის საფუძველი არ არსებობდა, გამომძიებლებს მოტივის დადგენა გაუჭირდათ. არც ერთ ანგარიში არ ჩანს, რომ მისი ნივთებიდან, მაგალითად საფულე, ტელეფონი ან რამე მსგავსი წაეღოთ, რაც ძარცვის ვერსიას გამორიცხავს. ჯონის ოჯახისათვის სამართლიანობის აღსადგენად პოლიციამ დაიწყო მიმდებარე ტერიტორიის სათვალთვალო კამერებისა და კარის ზარის კამერების ჩანაწერების გადამოცმება. რამდენიმე დღეში მათ აღმოაჩინეს შემაშფოთებელი ჩანაწერი, რომელიც თავდასხმამდე სულ რაღაც 1 საათით ადრე იყო გადაღებული. დაახლოებით საღამოს 9 საათზე ერთ-ერთი მაცხოვრებლის კარის ზარის კამერამ ეს ჩანაწერი დააფიქსირა, სადაც ჩანს მამაკაცი შავ-წითელ ჯამბაზის კოსტიუმში, რომელიც მათი სახლის კარისკენ მიდის. ზარის დარეკვის შემდეგ, რათა დარწმუნდეს, რომ კამერა ჩართულია, ის ამბობს ორიდან ერთ-ერთ რამეს: ან მე გეძებდი, ან საჩუქარი მაქვს შენთვის. ზუსტად გაურკვეველია. როდესაც მაცხოვრებლები კარს არ აღებენ, ის უხმოდ მიდის ღამეში. ამ აღმოჩენის შემდეგ გამომძიებლები იმედოვნებდნენ, რომ ვიდეოში გამოსახულ მამაკაცს ამოიცნობდნენ და მასალა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნეს და გაზეთებს გადასცეს. 3 დღის შემდეგ ეს სენტ-ლუისის პოლიციამ გამოაცხადა, რომ ვიდეოკამერის ჩანაწერის წყალობით ვინმე დააკავეს ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. საქმე ამჟამად მიმდინარეობს და ეჭვმიტანილი ნებისმიერ დღეს წარდგება სასამართლოს წინაშე. ზუსტი სასამართლო პროცესი და განაჩენი უცნობია, მაგრამ ვიცით, რომ მას მკვლელობაში წაუყენეს ბრალი. მარი სტენფორდმა CNN-ს უთხრა, ციტატა: "უბრალოდ მაინტერესებს, რატო გააკეთა ამ ადამიანმა ეს? ის არ იცნობდა ჩემს ძმას. ეხლა ჩვენ უნდა ვისხდეთ აქ და ამ ტკივილსა და ტანჯვას გაუძლოთ ვიღაცის შემთხვევითი ქმედების გამო." ნომერი 4. 31 წლის კონორ ანდერსონი ბევრს შრომობდა, რომ საკუთარი ოცნების ცხოვრება შეექმნა.
2026 წლისთვის Connor Anderson მუშაობდა Marshში, ფინანსური მომსახურებისაბრისა და რისკების მართვის კომპანიაში, როგორც კლიენტთა მენეჯერი და კარიერულად წინ მიიწევდა. აგვისტოს 15-ს Connor Anderson-ი დენვერიდან კოლორადოდან ნეშვილში, ტენესიში გაემგზავრა, რათა Remax-ის ბროკერ-მფლობელთა კონფერენციას დასწრებოდა. ღონისძიებამდე ცოტა ხნით ადრე Connor Anderson-მა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც გამოხატა თავისი აღფრთოვანება და იმედი გამოთქვა, რომ სხვა პროფესიონალებსაც შეხვდებოდა ღონისძიებაზე. ის დაბინავებული იყო Millennium Maxwell House-ში, რომელიც მხოლოდ 10 მილის დაშორებით იყო კონვენციის ცენტრიდან, სადაც ღონისძიება ტარდებოდა. სასტუმროს პერსონალმა ჩასვლისას არაფერი უჩვეულო არ შეამჩნია. შემდეგი რამდენიმე საათი გაურკვეველი იყო. ვიცით მხოლოდ ის, რომ იმ საღამოს მან დატოვა სასტუმრო და გაემართა აღმოსავლეთ ნეშვილში, რათა ესტუმრა უამრავ ბარს და ენახა ქალაქის ღამის ცხოვრება. Connor-ი სასტუმროს ნომერში არ დაბრუნდა და მეორე დღეს კონვენციაზე არ გამოცხადდა, რის გამოც მისმა დამსაქმებელმა და ოჯახმა განაცხადეს მისი გაუჩინარების შესახებ. როდესაც ნეშვილის პოლიციამ მიიღო შეტყობინება, მიხვდნენ, რომ უკვე ჰქონდათ მისი ბოლო წუთების მნიშვნელოვანი ვიდეო ჩანაწერი. დაახლოებით ღამის პირველ საათზე წინა ღამეს Connor-მა გააჩერა ორი პოლიციელი, შეშინებული და შეწუხებული სახით. მთელი შეხვედრა სხეულზე დამაგრებულ კამერებზე იყო დაფიქსირებული, რომლებიც მოგვიანებით საჯაროდ გაავრცელეს. ვიდეოში ის პოლიციელებს ეუბნება, რომ რამდენიმე საათით ადრე შეხვდა ორ მამაკაცს, რომლებმაც უთხრეს, რომ ქალაქს დაათვალიერებინებდნენ $20. როგორც ვიდეო გრძელდება, შემდეგ ამბობს, რომ ისინი სხვა უბანში წაიყვანეს და მეტი ფულის მოთხოვნა დაიწყეს. ვიდეოდან პირდაპირ ციტატით ის ამბობს, ციტირებ: და მერე აღარ მახსოვს. მან კიდევ $20 მთხოვდა, ან საბოლოოდ აიღო ჩემგან. მერე კი მისმა მეგობარმა ისე მოიქცა, თითქოს არაფერი მომხდარა. შემდეგ დამემუქრნენ. არ წავედი და დამემუქრნენ, რომ გადამივლიდნენ. მას შემდეგ რაც ოფიცრებს სთხოვა დახმარება და განცხადების მიღება, ბოლოს დათანხმდნენ, მაგრამ Connor-მა გადაიფიქრა, როცა მათ პირადობის მოწმობა მოსთხოვეს. რამდენიმე წუთის შემდეგ მადლობა გადაუხადა მათ დროისთვის და დაბრუნდა ეს ნეშვილში, რომ გაეგრძელებინა ხამე. ეს იქნებოდა ბოლო შემთხვევა, როცა Connor Anderson-ი ნახეს. 2026 წლის 21 აგვისტოს Connor Anderson-ის ცხედარი იპოვეს ტყის ნაკვეთზე James Robertson-ის პარკვეის მახლობლად. გამონწიებლებს შეატყობინეს ნაშთების შესახებ, რომლებიც მათ დაკარგულ მამაკაცად ამოიცნეს. იმ დროს გამონწიებლებმა განაცხადეს, რომ დაუყოვნებელი დანაშაულის ნიშნები არ არსებობს, თუმცა ჯერ არაფრის გამორიცხვა არ შეუძლიათ. მომდევნო დღეებში ჩატარდება აუტოპსია და სრული გამოძიება და მისი ოჯახი შეძლებს მას ღირსეული დასაფლავება მოუწოს. ნომერი 3. 25 წლის Mir Raza Ali იყო პოპულარული და პატივსაცემი ბიზნესმენი ქარაჩიში, პაკისტანში. 25 წლის ასაკში Mirმა წარმატებული კაფის ბიზნესი შექმნა, რომელიც სპეციალიზდებოდა დესერტების, სახელად ვაფლების მიწოდებაში. მან ასევე ცოტა ხნის წინ დაამთავრა ქარაჩის უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრების ხარისხით და საკუთარ თავს დამწყებ მეწარმედ მიიჩნევდა. Mirმა გაერთიანდა თავის მეგობარ აჰმედთან და ძმასთან, აბდულასთან, სადაც აჰმედი მისი ბიზნეს პარტნიორი იყო. მათ მეგობრობა 21 წელზე მეტხანს გაგრძელდა და ბიზნესის ფლობის სტრესსაც კი ვერ შეეძლო მათი კავშირის დარღვევა. თუმცა Miris მამის თქმით, ბზარები უკვე ჩნდებოდა. 2026 წლის 28 ივლისს Miri გვიანობამდე მუშაობდა ვაფლექსში, მაგრამ ცოტა ხნით დაბრუნდა, რომ მშობლები ენახა. მამის თქმით, მოგვიანებით პოლიციას უამბო, რომ მისი შვილი სახლში დაბრუნდა და ისევ წავიდა. უთხრა, მალე დავბრუნდებია. როცა დილა გათენდა და მისი კვალი აღარ იყო, მშობლები პანიკაში ჩავარდნენ და ქარაჩის პოლიციას დაუკავშირდნენ, რომ შვილი დაკარგულად გამოეცხადებინათ. Miri 20 აგვისტოს უნდა დაქორწინებულიყო და ოჯახში ბევრს აინტერესებდა, ხომ არ იმოქმედა მასზე ქორწილის სტრესმა. მაგრამ ეს ეჭვი მალე გაქარწყლდა, როცა გაიგეს, რომ მისი ტელეფონი ან დაჯდა, ან გამორთეს. ოჯახმა და მისმა მეგობრებმა ქალაქში მასშტაბური ძებნა დაიწყეს, მაგრამ მეხირი არსად ჩანდა. გამომწიებლებმაც დაიწყეს საკუთარი ძებნა, მაგრამ მათაც ვერაფერი იპოვეს. მეორე დღეს 2026 წლის 29 ივლისს დაახლოებით 11 საათსა და 52 წუთზე პოლიციამ ზარი მიიღო ქორწილის დარბაზიდან. როდესაც ადგილზე მივიდნენ, აღმოაჩინეს ადამიანის ნეშტი, რომელიც მალევე ამოიცნეს როგორც Mir Raza Ali. ქორწილის დარბაზი მისი სახლიდან დაახლოებით 7 მილით იყო დაშორებული და პოლიცია ცდილობდა გაერკვია, რატომ წაიყვანეს იგი იქ. პოლიციას ასევე სურდა გაერკვია, რა მოხდა აღმოჩენამდე საათებში და საბედნიეროდ ქორწილის დარბაზს ვიდეო თვალთვალი ჰქონდა. Express Tribune-ის ცნობით, პოლიციამ 29 რიცხვში 11 საათსა და 52 წუთზე ვიდეო ჩანაწერი იპოვა. სუსტად იმ დროს, როცა მისი ცხედარი აღმოაჩინეს. ვიდეო ჩანაწერში მისი ნეშტი ჩანდა, მაგრამ როცა ერთი დღით უკან დააბრუნეს, რაღაც შემაშფოთებელი შენიშნეს. 28 რიცხვში ქორწილის დარბაზის გარეთ ნეშტი არ იყო. ეს ნიშნავდა, რომ ვინც მაიერი იქ დატოვა, ეს 29 დილას გააკეთა. აუტოპსიამ აჩვენა, რომ მას გუმკერდის არეში ერთი ჭრილობა ჰქონდა, ხოლო სასამართლო ექსპერტები ტერიტორიას ნასროლის ნარჩენებზე შეამოწმებდნენ. ტესტირებამ აჩვენა, რომ ნასროლის ნარჩენები იყო ჭრილობაზე და სხვა ადგილებზეც.
მაიერის გარდაცვალების შემდეგ კვირებში მისი მამა ბატონი ხოსე ექსპრეს ტრიბიუნს უამბობდა, რომ მისმა შვილმა მას გაუმხილა ბიზნეს პარტნიორ აჰმედთან შესაძლო კონფლიქტების შესახებ. მისი თქმით, მათ შორის გამათი იყო ვაფლებში ნედლეული ინგრედიენტების ფასებზე. ზოგიერთი წყაროს მიხედვით კი მირა რაზამ ივნისში აუდიტები შეუკვეთა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ფინანსები წესრიგში იყო. ბატონი ჰუსეინი ასევე ამტკიცებს, რომ მისი შვილის გარდაცვალების შემდეგ ორივე ძმამ ოჯახთან ყველანაირი კონტაქტი და ურთიერთობა გაწყვიტა. აგვისტოს დასაწყისში მირა რაზას ნეშტი ექსუმირდა ახალი სასამართლო სამედიცინო ანალიზისთვის, რადგან ოჯახმა საწყის დასკვნებთან დაკავშირებით პრეტენზიები გამოთქვა. აგვისტოს ბოლოსთვის ხელახალი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ეხლა კონსენსუსია, რომ მას უკნიდან დაესმენ თავს, რადგან მის გულმკერდზე გამოსასვლელი ჭრილობა უფრო დიდი იყო, 38 მმ. რაც განსხვავდება მის ზურგზე არსებული მცირე 7 მმ-იანი შესასვლელი ჭრილობისგან. დაკავებები არ განხორციელებულა და ოფიციალური ბრალდებებიც არ წაყენებულა, მაგრამ მისი ოჯახი აცხადებს, რომ ისინი გააგრძელებენ სამართლიანობის ძიებას, სანამ პასუხისმგებელი პირები არ აგებენ პასუხს მათ დანაკარგზე. ნომერი 2. 26 წლის კიტა ნაგარვალი აღწერეს როგორც ჭკვიანი და მოსიყვარული ახალგაზრდა, რომელიც ემზადებოდა თავისი ცხოვრების სიყვარულე, ვარულზე, საიაგოელზე, დაქორწინებისთვის. სკოლი ცხოვრობდა პუნეში, ინდოეთში, სადაც კიტა ნაგარვალი იყო ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი ბიზნესმენი. ის მუშაობდა კომპანია Success Group-ში, რომელიც ამ რეგიონში უძრავი ქონების განვითარებაზე მუშაობდა და ძირითადად კომერციულ, ინდუსტრიულ და საცხოვრებელ ნაკვეთებზე იყო ორიენტირებული. Hindustan Times-ის მიხედვით, ის მუშაობდა კომპანიის სტრატეგიული მარკეტინგის დეპარტამენტში და ასევე იყო ბიზნესის განვითარების აღმასრულებელი. კეტანმა ცოტა ხნის წინ დაამთავრა ბაბსონის კოლეჯი ბოსტონში, მასაჩუსეტსის შტატში, სადაც მიიღო სამაგისტრო ხარისხი მეწარმეობრივი ლიდერობის მიმართულებით და საბაკალავრო ხარისხი მიწოდების ჯაჭვის მართვაში. 26 წლის ასაკში მას უკვე 2 დიპლომი ჰქონდა მიღებული. სწრაფად მიიწევდა კორპორატიულ იერარქიაში და დიდ წარმატებას მიაღწევდა უძრავი ქონების სამყაროში. სამსახურის გარეთ დროს ატარებდა 20 წლის საიასთან ერთად და ისინი 2026 წლის დასაწყისში დაინიშნენ. მათი ოჯახები ამ კავშირზე აღფრთოვანებულები იყვნენ და ნოემბერში დაგეგმილ დიდ ქორწილს ამზადებდნენ. Trametivlis ახლა დანიშნული წყვილი გაემგზავრა ლოგარტის ციხესიმაგრეში, რომელიც 1033 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და საიარის ბორცვებსა და პავანას ნაკრძალს გადახურებს. იმავე დღის მეორე ნახევარში სიას ოჯახმა მისგან შეშინებული ზარები მიიღო, სადაც ის ამტკიცებდა, რომ კიტანმა სურათების გადაღებისას გადმოვარდა. თავდაპირველად პოლიციაც ამ ისტორიას დაუჯერა. ეს ასე იყო, სანამ იმ დღის ციხესიმაგრის ვიდეოდეო კამერების ჩანაწერებს არ გადახედეს. კამერებმა აჩვენეს, რომ წვილის უკან ახლოს კაპიუშონიანი მამაკაცი მიყვებოდა, რამაც პოლიციაში ეჭვი გააჩინა. ეს ფიგურა მათ მიხვა ზუსტად იმ ადგილამდე, საიდანაც ამბობდნენ, რომ კიტანმა ჩამოვარდა. როცა საიას სატელეფონო ჩანაწერები შეამოწმეს, აღმოაჩინეს 2004-ზე მეტი ზარი და ასობით სხვა ტექსტური შეტყობინება მისა და კიდევ ერთ მამაკაც შორის. 22 წლის ჩეტან ჩაუთარი. მხოლოდ 2026 წელს. მათ ასევე აღმოაჩინეს კიდევ ერთი შემაშფოთებელი მინიშნება. 14 ივნისს 4 დღით ადრე დაცემამდე საია და ჩეტანი რომანტიკული მოგზაურობისთვის ეძვნენ ციხეს. მოგზაურობის დროს ერთ მომენტში ჩეტანი მცირედ წაიქცა, მაგრამ შეძლო წონასწორობის შენარჩუნება. პოლიციამ გააცნობიერა, რომ საიამ უბიძგა მას. ამტკიცებდა, რომ მის გზაზე გველი იყო და თითქოს სინამდვილეში ცდილობდა მისი გადარჩენას, როცა უბიძგა. როდესაც ყველა ეს დეტალი ერთად მოიყარა, მათ შეძლეს 18 ივნისის მოვლენების აღდგენა. 23 ივნისს საია და ჩეტანი დააკარეს ამ საქმესთან დაკავშირებით. პოლიციამ კი ახლა ეს საქმე მკვლელობად გამოაცხადა. მოხსენებების მიხედვით ამ ორს ჩეტანის მოშორება გარკვეული დროის განმავლობაში ჰქონდა დაგეგმილი და 17 ივნისსაც კი შეხვდნენ, რათა თავიანთი გეგმა განეხილათ. პოლიციამ ასევე განაცხადა, რომ ამ ორს საიდუმლო ხელისნიშანი ჰქონდათ შეთანხმებული, რომელიც საიამ გამოიყენა, როცა ჩეტანი უკან მიხვებოდა ბილიქზე. ინდოეთის პოლიციამ ასევე გაამჟღავნა, რომ მათ აღმოაჩინეს ჩეტანის ბილიქზე გადაადგილების 48 წუთიანი ვიდეო თვალთვალის ჩანაწერი, რაც მიუთითებს, რომ დანაშაული წინასწარ იყო დაგეგმილი. საქმე ამჟამად მიმდინარეობს და ორივე სასამართლოში უნდა წარსდგეს. კიტანის ოჯახს სურს, რომ ის ახსოვდეთ როგორც გონება მახული და მოსიყვარული ადამიანი და ახლად ცდილობენ გაარკვიონ, რა მოხდა 18 ივნისს. პირველი 38 წლის მონიკ ტეპემ და 37 წლის სპენსერ ტეპემ ერთად მშვენიერი ცხოვრება აიწეს. წყვილი 2018 წლის ბოლოს ინტერნეტში შეხვდა ერთმანეთს და მალევე ყურებამდე შეუყვარდათ ერთმანეთი. მონიკი ადრე უკვე იყო დაქორწინებული, ხოლო სპენსერსაც ჰქონდა ხანძლივი ურთიერთობები წარსულში. მხოლოდ 2 წლის წინ, 2020 წლის 13 დეკემბერს ისინი პატარა ცერემონიალზე დაქორწინდნენ პანდემიის გამო.
2021 წლის იანვარში წყვილმა ყველა მეგობარი და ოჯახის წევრი მოიწვია წვეულებაზე, რათა ეს მნიშვნელოვანი მოვლენა ერთად ეძეიმათ. წყვილი დასახლდა კოლუმბუსში, ოჰაიოში, სადაც სპენსერი მუშაობდა სტომატოლოგად, მას შემდეგ რაც მიიღო დოქტორის ხარისხი სტომატოლოგიურ ქირურგიაში. მონიკიც ძალიან განათლებული იყო. მას ბავშვთა განათლებაში მაგისტრის ხარისხი ჰქონდა მიღებული. 2025 წლისთვის მათ უკვე 2 შვილი ჰყავდათ და ახალ ცხოვრებას ერთად სიხარულით ეგებებოდნენ. მათ მეზობლად მცხოვრებნი ამბობდნენ, რომ ისინი კეთილი და გულუხვი ოჯახი იყვნენ, რომლებიც ზაფხულის საღამოებზე გარეთ ისხდნენ, სანამ მათი შვილები ბნელამდე თამაშობდნენ. ორივე რეგულარულად უკავშირდებოდა მეგობრებსა და ოჯახს. ამიტომ, როდესაც 2025 წლის 30 დეკემბრამდე მათგან ხმა აღარ იყო, ყველა მიცოდა, რომ რაღაც ძალიან არასწორად იყო. ინდილით დაახლოებით 10:00 საათზე პოლიცია ოჯახისა და წყვილის დამსაქმებლების მიერ გამოიძახეს. როდესაც ისინი სახლში შევიდნენ, მონიკი და სპენსერი უგონოდ იპოვეს. სახლში დანარჩენი ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. ძალით შეღწევის ან ჩხუბის კვალი არ ჩანდა. პარამედიკოსებმა წყვილს დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ რეანიმაციის მცდელობები შეწყდა და ორივე ადგილზე გარდაცვლილად გამოცხადდა. სამედიცინო ექსპერტიზამ მოგვიანებით დაადგინა, რომ ორივე ცეცხლსასროლი იარაღით იყო დაჭრილი. ადვიიდან ამოღებული იქნა რამდენიმე მასრა. პეპეს ოჯახის გარდაცვალებამ ადგილობრივ საზოგადოებაში შოკი გამოიწვია. ორივე ძალიან უყვარდათ და მტრები არ ყავდათ. მხოლოდ მაშინ, როცა მონიკის ოჯახზე საუბრენ, გამოჩნდა შესაძლო ეჭვმიტანილი. 2018 წლამდე მას მოგლე, მაგრამ ქარიშხლიანი ქორწინება ჰქონდა მაიკლ მაკისთან, ნევადის სისხლძარღვთა ქირურგთან. მონიკის მეგობრებმა პოლიციას უთხრეს, რომ ის ამტკიცებდა მაიკლი მას აკონტროლებდა და ემოციურად ძალადობდა, ამიტომაც სასოწარკვეთილი იყო, რომ დაეტოვებინა იგი. მან არასდროს ახსენებდა, რომ მაიკლი უთვალთვალებდა, თუმცა მოგვიანებით წინააღმდეგობრივი დეტალები გამოიკვეთებოდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პოლიციამ დაიწყო მტკიცებულებების ძიება, იმის გასარკვევად, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო და სწორედ მაშინ ამოიღეს სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები წყვილის სახლის მახლობლად 29 დეკემბერს. ღამის 2-დან 5 საათამდე. მაიკლზე არსებული ინფორმაციის საფუძველზე პოლიციამ სწრაფად შეძლო ვიდეო ჩანაწერში გამოსახული მამაკაცის მაიკლად ამოცნობა. ასევე აღმოაჩინეს, რომ 2024 წელს მის ერთ-ერთ პაციენტს მის წინააღმდეგ სამედიცინო შეცდომის სარჩელი ჰქონდა შეტანილი. People.com-ის მიხედვით, მან დატოვა ნევადა, რის გამოც მის სამედიცინო ლიცენზიას ვადა გაუვიდა და გადავიდა როკფორდში, ილინოისის შტატში, რომელიც კოლუმბუსიდან 445 მილით ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. კოლუმბუსის პოლიციამ ასევე აღმოაჩინა მაიკლის ამ სახველი დამატებითი სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები. ეს კონკრეტული ჩანაწერი 6 დეკემბრისაა და გადაღებულია წყვილის სახლის გარეთ, იმ დროს, როცა ისინი ინდიანაში იმყოფაში იმყოფებოდნენ. ჩანაწერში ჩანს, რომ მაიკლი სახლს ათვალიერებს, სანამ მიხვდება, რომ იქ არავინ არის. მონიკის მეგობარ სპენსერმა მოგვიანებით უთხრა, რომ მონიკი გაღიზიანებული იყო რაღაცით, რაც მის ყოფილ ქმარს უკავშირდებოდა და თავი იმით იმართლა, რომ სასტუმროში დაბრუნდა. 2026 წლის 10 იანვარს მაიკლ მაკი დააგავეს როკფორდში, ილინოისის შტატში. როდესაც ის მიდიოდა იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც მუშაობდა, მას წაუყენეს ბრალი 4 მძიმე მკვლელობისა და 1 დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი საცხოვრებელში შეჭრის მუხლით. ოჰაიოს კანონმდებლობის მიხედვით, თუ მას დამნაშავედ ცნობენ, სავარაუდოდ მიესჯება სამუდამო პატიმრობა და პირობითი ვადამდე გათავისუფლების განხილვა მხოლოდ მინიმუმ 32 წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამ წლის მაისში მან თავი უდანაშაულოდ ცნო, რის გამოც სახელმწიფომ საქმე უნდა გააგრძელოს. ტრაგედიის შემდეგ თეპეს ოჯახმა გახსნა GoFundMe გვერდი, რათა ხარჯებში დახმარებოდნენ. ამჟამად შეგროვებულია $254,000. თეპეს ოჯახმა მადლიერება გამოხატა ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც შემოწირულობა გაიღო. თუ თქვენ ან თქვენ საყვარელ ადამიანს ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ხართ, გთხოვთ მიმართოთ დახმარებისთვის. დახმარება ხელმისაწვდომია. შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 1-800-997-233. დიდი მადლობა ყველას ყურებისთვის. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად დააჭერეთ მოწონების ღილაკს. ესევე არ დაგავიწყდეთ გამოწერა და შეთხოვინების ღილაკზე დაჯერა, რომ არ გამოდავოთ ჩვენი მომავალი ვიდეოები. ჩემს სახელია Ty Notes და შემდეგ ვიდეოში შევხვდებით.